ნაციონალების მორიგი ხანმოკლე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერის პასუხი ქრონიკას ბოგუჩავა წერეთელს ამხელს. მართველი გუნდის ნათქვამი მასპინძელმა ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა სტამბოლში, არანაირი რეზოლუცია არ მეუღიათ. ნაციონალების თავმჯდომარე კი, რომელიც ბრიუსელიდან შეთხზულ ამბავს ვიდეო მიმართვით საგანგებოდ ყვებოდა, დღეს აღარ გამოჩნდა. მეგინ არსავიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ბოგუჩავას მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ტყუილის მოკლე ისტორია დერეფნებშივე დასრულდა. სიცრუეში ჯერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ამხილა, დღეს კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერმა. თურქეთში ჩასული ოპოზიციონერები ასამბლეის პარალელურად ერთ-ერთ ოთახში მათ მოკავშირეებთან ერთად დასხდნენ. მორიგი ანტიქართული გზავნილი მოიფიქრეს და ეუთოს რეზოლუციად წარმოაჩინეს. შემდეგ ამ აბსურდის გასავრცელებლად ვიდეოც გადაიღეს და მედიისთვის გაავრცელეს. ასეთია წარკვეთილი პოლიტიკოსების თურქეთში მოგზაურობისა და მარცხის ქრონოლოგია. ნაციონალური მოძრაობის სიცრუეზე აგებული პოლიტიკა ამჯერად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერმა გამოააშკარავა. ქრონიკის კითხვაზე პასუხად მოგწერა, რომ 17-19 ნოემბრის პერიოდში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არანაირი რეზოლუცია არ მიუღია. შესაბამისად დადასტურდა, რომ თინა ბოგუჩავამ მოიტყუა. მსჯავრდებული სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ თითქოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ევროპის სახალხო პარტიის კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია არანაირი რეზოლუცია 17-19 ნოემბრის საშემოდგომო შეხვედრაზე სტამბოლში. მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოში კონსტრუქციულ გამოსავალს ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად. ვიდრე ქართული ოცნების წარმომადგენლები საპარლამენტო ასამბლეას სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებდნენ. თურქეთში მყოფი თინა ბოგუჩავა და გიგი წერეთელი ერთ-ერთ ოთახში ევროპის სახალხო პარტიის წევრებს ხვდებოდნენ. სწორედ მოკავშირეებთან ერთად მიღებული ანტიქართული გადაწყვეტილების წარმოჩენას სცადეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციად. ბოგუჩავა დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ჯერ კიდევ გუშინ ამხილეს. ქართველი დეპუტატები აცხადებენ, რომ რადიკალები ვიწრო პარტიული დღის წესრიგის გასატარებლად უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახელის გამოყენებასაც არ ერიდებიან. ამ ფაქტზე ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე ინფორმირებულები არიან. ამან გამოიწვია ძალიან დიდი აღშფოთება მათ შორის წევრებში, იმიტომ რომ მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც საერთოდ არც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასეთი, ასე ვთქვათ, მავნებლური გზებით ახდენს საზოგადოების დეზინფორმირებას და ასევე პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელს უტევს საპარლამენტო ასამბლეას. ამიტომ დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ამ საკითხს ნათელი მოფინეს. ეს კიდევ ერთი მორიგი ნათელი მაგალითია, რომ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური გაერთიანება პოლიტიკოსებიდან დივერსანტებად გადაიქცნენ საქართველოს მოსახლეობა და უკვე მთელი საერთაშორისო საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რაზე არის აგებული ჩვენი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი. ეს არის არა მხოლოდ საქართველოსთვის ძირის გამოთხრა, არამედ მათი მუნდომება, რომ ეუთო დააზიანონ, უკვე აშკარაა და ძალიან შემაშფოთებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერის პასუხის შემდეგ სიცრუეში მხილებული პარტიიდან კომენტარი აღარ გაუკეთებიათ. რადიკალებისთვის არც დერეფნებში უსარგებლო სიარულია უცხო და არც ხანმოკლე ტყუილების გავრცელება. ეს იყო მორიგი უსუსური მცდელობა დეზინფორმაციის ტირაჟირებისა ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან. ამ შემთხვევაში ისინი შეეცადნენ, რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია და მათ მიერ მიღებული დოკუმენტი გაესაღებინათ როგორც ეუთოს რეზოლუცია. ბოგუჩავასგან ისევე როგორც მის პოლიტიკურ ოჯახში გაერთიანებული პირებისგან ნებისმიერი ტყუილი და ნებისმიერ ამაზე ხელის მოწერა არის მოსალოდნელი. მათ აქვთ ეს არ ვიცი ეს უნარი შუბლის ზარღის გაწყვეტის, თეთრზე შავის თხმის, თუ გაუადდა, თუ საზოგადოება დაიჯერებს, თუნდაც მოკლევადით, ისინი მიხრობენ, რომ მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს ეს ხელს შეუწყობს. მაგრამ როგორც წესი ძალიან მალე ხდება ხოლმე გამოაშკარავება ამ ტყუილის და თვითონ აღმოჩნდებიან უხერხულ მდგომარეობაში. ქვეყნის დაზიანების მცდელობებით თინა ბოგუჩავამ ისედაც მილევად რეჟიმში მყოფი საკუთარი პარტიის იმიჯი დააზარალა და მორიგი ანტიქართული მოგზაურობაც დამარცხებულმა დაასრულა.